მოიტანა იმ 60-ზე რომ რაღაცნაირად გადაუფაროს. აი ეხლა მითხარით რომ რა არის ის წიგნი, რომელიც 10-ული წლებია? კი ბატონო. ართმობს მოწინავე ადგილებს სოფლიოს მასშტაბით და მაგალითად შენი მარადიული სიყვარულის მიხედვით თუ ვიჟღერთ ეკიზაშვილი, ჟორჟ ეკიზაშვილი, რომელიღაც ეკიზაშვილის თარგმანება და რა თქმა უნდა ეს არის პატარა პრინცი, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს, მაგრამ აქ ამბავი გახლავთ ის რომ 2017 წელს გამოვიდა კიდევ ერთხელ და ეს რა თქმა უნდა არის ჟორჟ ეკიზაშვილის თარგმანი წიგნი, რომელიც მე ასე ვფიქრობ და მე მგონი ყველანი მეთანხმებით, ყველა ოჯახი წევს თავისი უნდა კონდეს. ჩემი 10 მცნება ერთ-ერთი. ასეა, ახალი რა უნდა ვთქვათ წიგნზე, რომელმაც რეალურად მართლა დაიპყრო სამყარო, შეიძლება ასე ითქვას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნი არის შესანიშნავი, ამას რაღაცეთ ისე მოხდა, რომ ავტორსაც ხო გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა მისი ცხოვრება, უცნაური ამბებით, ჩვენ ყველამ ვიცით ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც უკავშირდება ეგზიუპერს, რომელიც არა მხოლოდ ვთქვათ ამ თვალსაზრისით ზრუნავდა და ძალებს მატებდა საკუთარ ქვეყანას და არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ პირდაპირ იბრძოდა პირდაპირ გაგებით გადარჩენისთვის და ყველას გახსოვთ მისი გაუჩინარების ამბავი და მერე კი დაუსრულებელი ტყუილმართალი მისი გარდაცვალების შესახებ მოხდა ისე რომ რამდენიმე წლის შემდეგ იპოვეს სამაჯური, სადაც მისი მეუღლის და მისი სახელები იყო ამოტვიფრული, შემდეგ წავიდა ექსპედიცია, რომელმაც უკვე თვითმფრინავის ვერტმფრენის ნაწილები იპოვა და სულ ახლა ხანს შეიძლება ასე ითქვას, კი, ასე იყო და დადასტურდა ის ადგილი, სადაც ჩამოგდებული იქნა მისი ვერტმფრენი და 2008 წელს მართლა შოქში ჩავარდა მთელი სამყარო, ეს ამბები მოყოლილი მოხდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როდესაც გერმანელმა მფრინავმა 88 წლის ასაკში ფაქტობრივად აღსარება თქვა და აღიარა, რომ ის იყო, ვინც ეგზიუპერს ესწროლა და ჩამოგდა და იქვე ამბობდა ძალიან სევდიანი, რომ ცოდნოდა, რომ ჩემს საყვარელ ავტორთან მქონდა საქმე, ცხადია ამას არ ვიზამდიო, ასე არ სრულდება ეს ამბავი, იმიტომ რომ თვითონ არ სრულდება და პატარა პრინცი გახსოვთ ჟორჟ ეკიზაშვილის ესე იგი ასე მთავარი იდეა გახლდათ ის რომ ის არავის შვილი არ არის, არავის წული არ არის, ამიტომ ჩვენს პირველად თარგმანებს სადაც პატარა უფლის წულს ვამბობდით, ჟორჟმა ასე თამამად თავის დროზე ჩაანაცვლა პატარა პრინცი და ყველანი ვთანხმდებით რომ ეს არის პატარა პრინცის ამბავი, რომელიც მართლაც არ ვიცი პასუხისმგებლობაზე, სიყვარულზე ერთგულებაზე, ხო, არა მხოლოდ ბავშვებისთვის და გახსოვთ, შესავალიც გახსოვთ, ყველაფერი კარგად გეცნობა და მე უბრალოდ ყველას გირჩევთ შესანიშნავი ხარისხის გამოცემა არის ცხადია იმ ილუსტრაციებით და ყველა ბავშვს რომ თავისი კონდეს სახლში, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჟორჟ ეკიზაშვილს კიდევ ერთხელ ჩემი სიყვარულის ახსნა. ჩემიც. დათო, შეგიძლია დაანონსო და რეკლამის შემდეგ გვაჩვენო რა ჩავიცვათ შემდეგ ეთერზე. დავპირდი ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომ წარმოადგენდი ამ ტექსტს და აუცილებლად წარმოადგენ, იმედია მოვახცებ რეკლამის შემდეგ, ეს გახლავთ ლუარსაბ ტოგონიძე, შესანიშნავი ისტორიკოსი, მკვლევარი